გესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო გაშლა, რომელსაც ქვია შენი ბედის კოდი, ან შენი ბედის წერის კოდი. რას ნიშნავს ეს, ხო? რას ნიშნავს ჩვენი ბედის კოდი? ზოგადად, აქ ცოტა ბედის მატრიცას დავუკავშირდებით და ბედის კოდის გამოთვლა საერთოდ ხდება ჩვენი დაბადების თარიღიდან, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგანაც გაშლა არის საჯარო და ყველა ჩემი გამომწერის და მაყურებლის ბედის თარიღი, დაბადების თარიღი რო არ ვიცით, უბრალოდ ეს იქნება ესეთი ზოგადი გაშლა, სადაც არკანების მეშვეობით და ტაროს მეშვეობით ჩვენ შევეცდებით ვნახოთ თქვენი ბედის კოდი. თუ რა არის თქვენი მისია, თუ რა ამოცანა არის თქვენთვის აი ამ ინკარნაციაში, ამ ცხოვრებაში, რაში არის ნიჭი, ხო, თქვენი და საერთოდ როგორ გამოიყენოთ ეს მონაცემები იმისათვის, რომ უფრო ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ, ხო? ასე რომ ვისაც ეს ინფორმაცია აინტერესებს, ეს გაშლა არის თქვენთვის. რადგანაც ასევე მანამდეც რამოდენიმეჯერ ჩავწერე ბევრი ისეთი არასასიყვარულო თემების გაშლა, მაგრამ უმრავლესობას უფრო მოსწონს ხოლმე სასიყვარულო თემებზე გაშლები, ამიტომ ძირითადად ხო რაც მოსწონს აუდიტორიას, იმაზე ვაკეთებ გაშლას და აუდიტორიას მოსწონს ხშირად სასიყვარულო თემატიკა. თუმცა ბევრ სხვა თემაზეც გადამეხია, მაგრამ ისეთი აქტუალური დიდად არ ყოფილა ის ვიდეოები, რადგანაც მხოლოდ ერთეულები არის, ვისაც მსგავსი ინფორმაცია აინტერესებს და ამ ვიდეოსაც ვიღებ აი ზუსტად იმ ერთეული ადამიანებისთვის, ვისაც მართლა აინტერესებს საკუთარი თავის პოვნა ამ ცხოვრებაში, ამ ინკარნაციაში, საკუთარი თავის განვითარება და საკუთარი ამოცანის პოვნა. ასე რომ ეს გაშლა გეძღვრებათ თქვენ. კარგი, გვექნება როგორც სულ ორი პოზიცია, პირველი პოზიციის ბარათი და მეორე პოზიციის ბარათი. პირველი პოზიციის ბარათი, მეორე პოზიციის ბარათი, ხო? თუ უფრო მეტი დრო გჭირდებათ, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და შემდეგ შემოგვერთეთ. მე კი დავიწყებ პირველი პოზიციით. ასე დავდოთ პირველი პოზიციით. და ვნახოთ პირველი პოზიცია. როგორ არის, ხო? პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა მის ცხოვრებაში. ეს დაგვეხმარება, რომ იგრძნოთ. თქვენი არის ეს პოზიცია, რეზონირებს თუ არა, ხო? ოკეი. რა ხდება ახლა პირველი პოზიციის ცხოვრებაში, ხო? მის შიგნით, როგორ ენერგიებში, რა განცდებში პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია, რაც ახლა აქვს მას. ამ ცხოვრების ეტაპზე. აქ პირველი პოზიცია შეიძლება რაღაცეებზე იბრძოლებოდეს, ან რაღაცისთვის ბრძოლობდეს, იცავდეს თავის ინტერესებს და ზოგადად გაშლაც ესეთი იქნება. კარგი, ვნახოთ. რაც ვახსენე, მსგავსი ინფორმაცია არის აქ ასე ცოტა კონკრეტულად დავუჯდე. ესე იგი, აქ ახლა მეფე ეს რაღაც სიტუაცია თუ თვითონ პირველი პოზიცია? სიტუაცია რაღაც ისეთი, ზედმეტად სტაბილური თუ პირიქით არასტაბილური, გაურკვეველი, კაი. Knight of Swords, ეს არის ვინმე, თუ ეს არის თვითონ პირველი პოზიცია. თვითონ პირველი პოზიცია თუ სიტუაცია. ეს არის თვითონ პირველი პოზიცია, მაგრამ რაღაც სიტუაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა ვიღაცასთან დაკავშირებით იყოს, ხო? ესე იგი, აქ პირველი პოზიცია როგორ ენერგიებშია და ცოტა სიბრაზეც იგრძნობა. საკუთარი საზღვრების დაცვაშია, საკუთარი ინტერესების დაცვაშია, ხო? პირველი პოზიცია აქ ცხოვრების ამ ეტაპზე უფრო მეტად ვიღაცასთან დაკავშირებით, ან რაღაც თემასთან დაკავშირებით, ხო? რადგანაც გაშლა ზოგადია, თქვენ თვითონ მოარგეთ ეს ინფორმაცია თქვენს ამჟამინდელ სიტუაციებს. ამიტომ ახლანდელი სიგნიფიკაცია აქ იგრძნობა პირველ პოზიციაში, რომ რაღაც არის ბრაზი, ან რაღაცის მიმართ, ან ვიღაცის მიმართ. ასევე იგრძნობა სიჯიუტე, რომ აი მე მაქვს რაღაც ამოცანა, ან მე მაქვს რაღაც მიზანი და მინდა ეს განვახორციელო, გავაკეთო, ისე როგორც მე მინდა, როგორც მე ვხედავ ამას.
დავაფიქსირო ჩემი შეხედულებები, ხო, აი რაღაც შემართებით არის აქ პირველი პოზიცია, მზად არის ყველაფრისთვის, ხო? ამით ნახავ კიდევ როგორ ენერგიებში მყოფება ახლა აქ პირველი პოზიცია ამჟამინდელ რეალობაში. გადასარევ ენერგიებშია. აქ ეს პლუსში, აქ ეს კვერთხები, აქ ძალიან არის სტაბილური სიტუაციები ხდება ახლა პირველ პოზიციას თავს. აქ შესაძლოა რაღაცები იცვლებოდეს, ინგრეოდეს, ტრანსფორმირდებოდეს. აქ არის იმპულსური ქმედებები, ბევრი იმპულსი, უცაბედობა, სპონტანურობა, მაგრამ რაღაც მომენტებში ბრაზის შესაძლოა იყოს ფრუსტრაცია, ან საკუთარი თავის მიმართ, ან ვინმეს მიმართ. ამავდროულად შემართებაც არის და მოქმედებაზე ორიენტირება. ცოტა ესეთი აი როგორი ენერგიები აიცით, არასტაბილური და უფრო მეტად ისეთი ქმედებაზე აი ქმედებას რო იწვევს, უფრო ისეთი ენერგიები, აი რო ვერ ჩერდები ერთ ადგილას და რაღაცას აკეთებ, ან შინაგანად ისეთი განცდები გაქვს, ხო იცი, აი ვულკანური რაღაც ასეთიც არის აქ, ხო? რაღაც ასეთი სიტუაციები არის. ეს ყველაფერი რაღაც სიტუაციების მოვლენების გამო არის თუ კონკრეტულად ვიღაცის გამო, სიტუაციების გამო. არა, სიტუაციების გამო, რაც მაგალითად აქ პირველ პოზიციამ შესაძლოა იზოლირდა რაღაცეებისგან, ან ვიღაცეებისგან და თქვა, რომ იცი, მე ეს არ მაწყობს, ან უბრალოდ პირველი პოზიცია უღრმავდება საკუთარ თავს, რომ გაიგოს რა მოწონს, როგორ მოწონს, რა უნდა, იპოვოს რაღაც პასუხები, იპოვოს რაღაც გამოსავალი, ხო, რაღაც მომენტში, განთავისუფლდეს. იპოვოს გასაღები საკუთარი ცხოვრების ამოსახსნელად და რაღაც მომენტების გასაგებად. ასეთი სიგნიფიკაცია არის აქ პირველ პოზიციასთან, თუ რეზონირებს, ბუნებრივია აგრძელებთ მოსმენას. კარგი, დავიწყოთ ახლა ჩვენ, ხო? დავიწყოთ. ნახოთ ახლა ჩვენ პირველი პოზიციის ბედის კოდი, ხო? აი რაც არის ჩადებული თქვენში ამ ინკარნაციაში რა კოდი არის ეს? თქვენი ბედის კოდი ამ ინკარნაციაში. პირველი პოზიციის. ოკეი. პასუხისგებლობა პირველ რიგში. პასუხისგებლობის აღება და სამართლიანობა. მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქ შესაძლოა ვიღაცეებმა თავისი ცოდნით ან ამ თავისი უნარით რომ რაღაცები დაინახონ და სიმართლის თვალი გაუსწორონ, ამით ეხმარებოდნენ სხვებს, ხო? აქ პირველ პოზიციის ბედის კოდში უფრო არის მე ვიცი რა მსურს, მე დავწონე, მე გადავდივარ ქმედებაზე. აქ წინ განჭვრეტა არის. წინ განჭვრეტა, ქმედება, ცივი აზროვნება, იდეურობა, აი ძალიან გენერატორი იდეების შეიძლება იყოს აქ, ხო? გენერატორი იდეების, ქმედება, აი აქ არანაირი მსხვერპლი, არანაირი ლოდინი, არანაირი არა, აქ არის აბსოლუტურად ისეთი ენერგიები, რაც ადამიანს რაღაც სტრატეგიული აზროვნება შესაძლოა იყოს, ანალიტიკური სტრატეგიული აზროვნება, ინტუიცია, ძლიერი, შინაგანი, აი როგორ თქვა, შინაგანი ისეთი კომპასი, რომელმაც იცის, აი შენ ახლა აქეთ უნდა შევხვიო, ახლა აქეთ უნდა წახვიდე. შინაგანი ესეთი ძლიერი მეპი, რომელიც გეხმარებათ და მომენტში, აი პირველ პოზიციაში ძალიან ძლიერია, აი ვალდებულებების განცდა, სამართლიანობის განცდა. აქ შესაძლოა ამაზე ვერ ხუჭავდეს პირველი პოზიცია თავს, ისეთ რაღაცეებსაც ხედავდეს, რასაც სხვები ვერ ხედავენ, ან ვერ ამჩნევენ, ხო? აი ეს ყველაფერი არის აქ პირველ პოზიციაში ჩადებული ამ ინკარნაციაში, ხო? ეს ძალიან ისეთი ამ სამი კარტიდან ახლა მაღალი არკანი ერთი ამოგვივიდა სამართლიანობის არკანი, მაგრამ ისიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რადგანაც ბედის მატრიცაში უფრო მაღალ არკანებზე ყველაფერი დაფუძნებული, ხო? აქ არის 8-იანი. შესაძლოა აქ ვინც ისმენს ბედის მატრიცაში სადმე ყავდეს 8-იანი მაგალითად, მერვე ენერგია, ხო? სამართლიანობის ენერგია. აქ კარმულობასაც რა თქმა უნდა კლასიკურად მნიშვნელობა აქვს, ხო? რასაც დავთესავ, იმას მოვიმკი. ამიტომ აქ პირველმა პოზიციამ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს
იყოს მის აზრებთან, განსაკუთრებით აზრებთან. იმიტომ რომ აი ოდნავათაც კი პირველ პოზიციამ რომ რაღაც იფიქროს აქ, ხო? აი რაღაც ასე, ხო? იფიქროს, გაიფიქროს. ის უკვე განხორციელდება. და თუ მაგალითად ვინმეზე ფიქრობთ ცუც, რომ აი ასე კუთნის იმას და რაღაცა, ეგრევე დაგიბრუნდებათ თქვენ და არა იმას. აქ აი ეს ბუმერანგის მეთოდი, ეფექტი უფრო სწორად, ბუმერანგის ეფექტი კიდევ უფრო გაძლიერებულად მუშაობს პირველ პოზიციისთვის. ამიტომ რომ გაფილტრეთ თქვენი აზროვნება, აზრები გაფილტრეთ და ძალიან ყურადღებით იყავით, რომ აი ვინმეს არ ავნოთ ზოგადად არ ავნოთ არავის, ხო? გინდა ემოციურად, ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად, თორე თქვენ დაგიბრუნდებათ ორმაგად. კი, ახლა ვიღაცა ფიქრობს, რომ ზოგადად ეს ხო ასეა. რა თქმა უნდა, მაგრამ აი, როდესაც ჩვენ ბედის მატრიცაში გვაქვს მერვე ენერგია, ან ამ შემთხვევაში სამართლიანობის არკანია მოდის ჩვენთან, ხო? ეს ეფექტი გაორმაგებულად და გასამაგებულად მოქმედებს. კარგი, კოდი გავიკეთ, ხო? ზოგადად, ძალიან ზოგადად. ახლა მივყვეთ. რა მისია აი ამ კოდში? პირველი პოზიციისთვის. რაღაც გაშლა არ ჩამომიწერია, არ შემიდგენია და ახლა მივყვები, აი უბრალოდ სპონტანურად მივყვები, ხო? რა მისია აკისრია ამ კოდიდან გამომდინარე პირველ პოზიციას. აქ დაეხმაროს აუცილებლად დაეხმაროს სხვებს. ეს პრინციპში დასაწყისში ვახსენე, მაგრამ ესე იგი ამ კოდიდან გამომდინარე, ხო? აი ამ კოდიდან გამომდინარე რაც ჩვენ ვიხილეთ უკვე, აქ პირველ პოზიციას რაში გამოეხატება ეს კოდი მისიის კუთხით, ხო? ამოცანის კუთხით, დახმარება სხვებისთვის. პირველ რიგში დახმარება საკუთარ თავს, ხო? ჩვენ სხვებს ვეხმარებით შემდეგ, როდესაც ჩვენ გავიარეთ ის მომენტები, რაც მაგალითად ამ ადამიანს აქვს ახლა, ხო, გასავლელი. ჩვენ ბევრი სიმწარე ვნახეთ, ბევრჯერ გაგვეცრუდა იმედები, ბევრჯერ გვატკინეს გული, ბევრჯერ ჩაგვასეს დანა ზურგში, ხო, მხატვრულად რომ ავღწეროთ, ბევრი სიმწარე გამოვიარეთ, ბევრჯერ გაგვეცრუდა იმედები, გული გვატკინეს, მოლოდინები გქონდა და ისე არ აღმოჩნდა, მოგვატყუეს, გაგვაცურეს, დაგვტოვეს, ნუ 1000 რაღაცა, ხო? და აქედან გამომდინარე დავაგროვეთ ბევრი ისეთი პრაქტიკული ცოდნა და თეორიული შესაძლოა ქონდეს აქ ვიღაცებს, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისათვის, რომ სხვა ადამიანებს დავეხმაროთ, რომ სხვა ადამიანები გამოვაღვიძოთ, რომ სხვა ადამიანებს დავანახოთ, რომ აი ფრთხილად იყავიან, ყურადღებით იყავიან, აი მე გამოვლილი მაქვს, ხო? აქ უკვე გააჩნია მაგალითად იქნება ეს ვიღაცა იურისტი, ვიღაცა ექიმი, არ ვიცი, ვიღაცა ფსიქოლოგი და ასე შემდეგ, ხო? გააჩნია აქ უკვე დეტალებს პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ თავარი აი მისია ამ ბედის კოდით, ამ ცხოვრებაში პირველი პოზიციისთვის ის, რომ დაეხმაროს სხვებს. ბუნებრივია, ჯერ ვიწყებთ საკუთარი თავიდან, დაეხმაროს საკუთარ თავს, მოირჩინოს ის ყველა დაჩირქებული ჭრილობა, ან მოურჩენილი ჭრილობა, რაც არის თქვენში, თქვენს სულში, განიკურნოთ, ტრანსფორმირდეთ, გაუშვათ ეს ყველაფერი, ჩამოირეცხოთ და შემდეგ უკვე დაეხმაროთ სხვა ადამიანებსაც, რომ იმათ ისე არ გაუჭირდეთ, როგორც გაგიჭირდათ თქვენ. ხო, ეს ისეთი თავარი იდეა. კარგი, ახლა რა ნიჭი აქვს აი ამ ბედის კოდის მიხედვით ამ ინკარნაციაში პირველ პოზიციას, ამ ცხოვრებაში რა ნიჭი აქვს, აბა? პირველმა პოზიცია, აი რაც ზოგადად გავაჟღერი ამ კოდში, დასაწყისში რომ ახასიათებდი, ისევ მაბრუნებენ მან, რომ პირველ პოზიციას აქვს არაც ჩვეულებრივი ცოდნა რა მიმართულებით წავიდეს. აი მომენტში შეიძლება რაღაც თქვენ გაურკვეველ სიტუაციებში აღმოჩნდეთ ცხოვრებაში, ან ბინდში იმყოფებოდეთ და ვერ იცოდეთ სად, როგორ, რანაირად, მაგრამ თქვენ სულ შინაგანად გააქვთ რაღაც ისეთი ინფორმაცია, რომ აი შინაგანი ხმა, არ ვიცი, რაც გეუბნებათ, რომ აი ეს გინდა. აი ეს მინდა და აი რა დონემდე რთული სიტუაციაც არ უნდა იყოს, ძალიან მტკიცე სიღრმისეული ინტუიცია და ცოდნა გაქვთ, თუ საით უნდა წახვიდეთ, თუ რა მოიმოქმედოთ, თუ რა არის თქვენთვის რეალურად ახლა საჭირო და რა საჭიროა რომ გამოიყენოთ. აი რა დონემდე რთულიც არ უნდა იყოს, დამოკიდებულებები, მიჯაჭვულობები, ხო, აი სულ იცით, ასევე ძალიან ღრმა ინტუიციასთან ერთად აქ არის სიღრმისეული გრძნობები, აი სიღრმისეულად გრძნობთ ამ სამყაროს, სიღრმისეულად აღიქვამთ ამ სამყაროს, ადამიანებსაც კარგად გრძნობთ და შინაგანი
აი პირველ პოზიციას აქვს ისეთი ძლიერი სურვილი, რომ დაეხმაროს სხვებს. ზრუნვაში გამოიხატება ეს, ხო, მაგალითად. მაგრამ აი ზრუნვა, რომელიც არის სტაბილური. ხო, მომენტში შესაძლოა ვიღაცას კონდეს სურვილი, რომ ვინმეზე ისრუნოს, მაგრამ დროდადრო ის ქრება და აი პირველ პოზიციას სულ აქვს ეს სურვილი, რომ იზრუნოს, დაეხმაროს. პირველ პოზიციას აქ ძალიან კარგი უნარი აქვს ფსიქოლოგიური კუთხით, ხო, როგორც კარგი ფსიქოლოგი, ძალიან კარგი ფსიქოლოგი იქნება აქ პირველ პოზიცია ნიჭის კუთხით, ტალანტების კუთხით. ემპათია, სტაბილურობა, შრომის უნარიანობა, ერთგულება. ერთგულება, აი რა დონემდეაც არ უნდა უჭირდეს იმ მეორე ადამიანს, მეორე პირველი პოზიცია სულ მის გვერდით არის. აი ხინშიც და ჭირშიც რო იტყვიან, აი ეს არის აქ. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა აქ ნიჭი, რა თქმა უნდა, მე ახლა ძალიან ზოგადად და ზედაპირულად საუბრობ, რადგანაც ეს ზოგადი გაშლა, მაგრამ ნუ არაჩვეულებრივი ის არის ნიჭი აქ პირველ პოზიციასთან მინდა ვთქვა. კიდევ მინდა აქ უფრო განვავრცო აი ეს ნიჭი, უფრო ვრცლად მაჩვენეთ პირველ პოზიციის ნიჭი. ხო, აი ასევე გაიაროს ტრანსფორმაციები აქ პირველმა პოზიციამ. აი შეიძლება ეშინოდეს, შეიძლება არ იცოდეს სად როგორანაირად, მაგრამ არაჩვეულებრივი ნიჭი, რომ მოიზიდოთ ის, რაც გინდათ. აი რაღაც შეიძლება აქ ითქვას, რომ მატერიალიზაციის იმდენიან, რამდენადაც მიზნის მიღწევის ან სასურველის მიღწევის უნარი და ამის მოზიდვაც. ნუ არაჩვეულებრივად. ისიც არის, რომ თქვენ არ მიცემთ არავის უფლებას, რომ დაგაჯდეთ თავზე, ხო? თქვენ ხართ მომთმენები აქ, შესაძლოა მოითმინოთ, ელოდოთ, მაგრამ თქვენ უსასრულობამდე რაღაცებს არ მოითმინთ. თუ რაღაც არ მოგეწონებათ, კაი, ოკეი, დაველოდები, არ ავჩქარდები და შემდეგ უკვე გააკეთებთ, ხო? ნუ ერთი სიტყვით, ბევრი საინტერესო არის აქ, მაგრამ ამაზე ახლა მისი უჩერდები ძალიან არ გამიგრძელდეს, რადგან ეს მხოლოდ საჯარო გაშლა არის და ახლა დავსვათ შეკითხვა, რა მთავარი ამოცანა არის ამ ცხოვრებაში, აი ამ ბედის კოდის მიხედვით პირველი პოზიციისთვის. ამ ცხოვრებაში უმთავრესი ამოცანა რა არის პირველი პოზიციის? ოკეი. არა, ეგ არა, არამედ კომფორტული ზონიდან გამოსვლა. არ ჩაჯდომა კომფორტულ ზონაში, ხო? აქ აქვს მიდრეკილება პირველ პოზიციას, რომ რაღაც კომფორტულ ზონაში იჯდეს, დახუჭოს რაღაცებზე თვალები მომენტებში, თუ არ აწყობს, არ დაინახოს და ნუ რამენაირად ისე დიპლომატიურად არიდოს რაღაცებს თავი და შეიქმნას თავის სამოთხე და იჯდეს იქ. და აი ამ ცხოვრებაში მთავარი ამოცანაა, რომ არა. ეს არ არის მთავარი ამოცანა, რომ ასე გააკეთოთ, არამედ ის, რომ იმოქმედოთ. იმოქმედოს და კომფორტულ ზონაში აუცილებლად, რომ თქვენ იმოქმედოთ, კომფორტულ ზონაში არ ჩაჯდეთ და მუდმივად ანათოთ და უნათოთ სხვებსაც მათი გზა. ხო? ასეთი ნუ ძალიან ბევრი მონაცემი აქვს პირველ პოზიციას და უბრალოდ აქ რო იჯდეთ ამ მონაცემებით და არაფერი არ აკეთოთ, არ შეგეშვებათ სამყარო. კარგი. რა დაეხმარება პირველ პოზიციას? ეს არა, ასე ვიკითხოთ, რა დაბრკოლებები არის აქ პირველ პოზიციისთვის მის ცხოვრებაში, რომ აი ეს ბედის კოდი გახსნას და გამოიყენოს. რა დაბრკოლება? სიჯიუტე და აქ სიჯიუტე გვაქვს ხო? უნდობლობა ადამიანების მიმართ თუ რაღაც სიტუაციების მიმართ. ახალი შეხედულებების მიმართ. აი, აქ შესაძლოა პირველ პოზიციას უშლიდეს ხელი მისი რაღაც ისეთი მაგრამ ეს ემოციებს უკავშირდება უფრო მეტად. ემოციურად, რომ საკუთარ
აქ შესაძლოა ემოციურად საკუთარ თავთან დიდად ახლოს არ იმყოფებოდეს პირველი პოზიცია, გავრუბოდეს მის რაღაც ემოციებს და ის ემოციები რაც მაგალითად ასწავლეს რომ ბავშვობაში მაგალითად რომ აი ეს ემოცია არის არასასურველი ან ცუდი, ან ამას არ უნდა გრძნობდე, იმიტომ რომ ეს არის ცუდი, სოციუმით მიუღებელია, რელიგიით მიუღებელია, ეს ეშმაკურია, ეს დემონურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაღაც სხვადასხვა სახის სტერეოტიპები. უშლის აქ ხელს პირველ პოზიციას, რომ სრულფასოვნად გახსნას მისი შესაძლებლობები და გამოიყენოს ამ ცხოვრებაში, ამ ინკარნაციაში. მომენტში უფრო მეტი ნდობა საკუთარი გრძნობების მიმართ, იმიტომ რომ აქ შესაძლოა პირველ პოზიციას უჭირდეს საკუთარ გრძნობებზე, საკუთარ ინტუიციაზე მოსმენა. არა და როგორი უნარი გაქვთ ამისი, ხო? ამიტომ და ეს შეიძლება იყოს განპირობებული რელიგიით, მაგალითად, რომ ეს ინტუიცია არ არსებობს, ან რწმენა იმისი, რაც გასწავლეს, ან როგორ სოციუმში აღიზარდეთ და ახლაც შესაძლოა იქ იმყოფებოდეთ, ხო? ეს გიხშობთ ყველა შესაძლებლობას, რომ ეს სწორია, ეს არასწორია და აი გასწავლეს და თქვენც ახლა ასე იქცევით სულ სოციუმში. ხო, აი რაღაც ასეთი მოდელი არის აქ, რაც უშლის პირველ პოზიციას ხელს, რომ საერთოდ გახსნას მისი შესაძლებლობები და საკუთარი თავი რა დაეხმარება ამ შემთხვევაში. საერთოდ შეცვალოთ ეს მოდელი, არ გაიმეოროთ ეს მოდელი, როგორც მაგალითად თქვენი დედები, მამები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თქვენი ნათესავები, ასე რომ თქვა, იქცეოდნენ და ახლა თქვენ გასწავლეს ბავშვობიდან დაწყებული, რომ ეს ასია, ეს ისია, თქვენ შეგიძლიათ ეს მოდელი საერთოდ შეატრიალოთ და საერთოდ შეცვალოთ და თქვენ იყოთ აი ეს ადამიანი, ვინც მოქმედებს, ვინც ცვლის, ვინც რაღაც სტერეოტიპებს არღვევს მომენტში, ხო? ვინც ისე არ იქცევა, როგორც მისგან მოელოდებიან და აქაც ნახეთ რვიანი, აქაც რაღაც ეს არის სამართლიანობა, რომ მაგალითად თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც თქვენ საგვარეულოში სხვანაირად იქცევა, სხვანაირი აჩვენებს ყველას სამართალს, მაგრამ იმ სამართალს კი არა, რასაც ჩვენ ვუძახით სამართალს ამ დედამიწაზე, არამედ კოსმოსური სამართალი. აი ეს პასუხისმგებლობა, შინაგანი, უფრო სიღრმისეულად შეხედვა რაღაცეებზე და არა ზედაპირულად და არა სტერეოტიპულად. მინდობა ზემოძალებზე, მინდობა სამყაროს მიმართ, მინდობა საკუთარ ინტუიციაზე და ქმედება, უშიშრობა, გამბედაობა. აი ეს ყველაფერი. კარგი, რჩევა აქ პირველ პოზიციას, ხო? ამ ყველაფრის მერე რჩევა აქ პირველ პოზიციას, რაც მას დაეხმარება აი ამ ყველაფერში. რჩევა პირველ პოზიციას აქ. Energy of love, behold the world through the eyes of love. სიყვარულის ენერგია. სიყვარულის ენერგია, ხო? ანუ ყველაფერს შეხედეთ სიყვარულის თვალებით. და არა სიძულვილის მაგალითად, როგორც შედარება და სიყვარულის თვალებით ეცადეთ რომ დაინახოთ ეს სამყარო უფრო მეტი აი როგორ თქვა, აღიქვით ეს სამყარო გულის ჩაკრით და არა თქვენი გონებით. გულით, ხო? რჩევა ასევე შეიძლება იყოს აქ გულის ჩაკრასთან მუშაობა და ზოგადად ემოციების უფრო მეტად გახსნა, უფრო მეტი ემპათია, უფრო მეტი ემოციურობა, ემოციურობაში არ გულისხმობ უფრო რაღაც იმპულსიურობა და მსგავსი და აი აჩვენოთ მანდამაინც თქვენი ემოციების სახეზე გამომეტყველება გქონდეთ, ხო, ისეთი ექსპრესიული ემოციური გამომეტყველება. არამედ ის რომ იგრძნოთ ემოციები, მისცეთ საკუთარ თავს შესაძლებლობა, რომ იგრძნოთ. არ იყოთ რაღაც მექანიკურად, ან მხოლოდ ტექნიკურად, ხო? აი ეს ასეთი რჩევა არის აქ პირველ პოზიციასთან. დანარჩენ დეტალებზე უკვე ვისაც დაგაინტერესებთ, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე, ან ბედის მატრიცის სესიაზე, ან ორივეზე ერთდროულად, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწეროს, ვისაც მოეწონა ეს გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი და ჩემი არხის სპონსორობის მსურველებს დონაციის სახით შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა და დამეხმაროთ მე, რომ უფრო მეტად მოტივირდე, რომ უფრო მეტ საინტერესო გაშლა გავაკეთო თქვენთვის და ჩემმა არხმაც გააგრძელოს მუშაობა. მადლობა ყველას, ვინც აკომენტარებს, ვინც იწერს, ვინც მწერს და ასე შემდეგ. ყველას დიდი მადლობა, ყველაფერს ვკითხულობ, ყველაფერს ვხედავ და მადლობა იმათ, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში და თქვენ ენერგიას მიბრუნებთ ჩემს მიერ გაწეულს და ხო, მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებები. მივესალმები, ვინც აირჩია დამბლყანა, ვინც აირჩია მეორე პოზიცია და ნახოთ, დავიწყოთ თქვენი სიგნიფიკაციით.
თვითონ მეორე პოზიციის სიგნიფიკაციით. რა ენერგიებში არის მისი ცხოვრების ამ ეტაპზე? ახლა მეორე პოზიცია, ხო? როგორ ენერგიებში იმყოფება ახლა მეორე პოზიცია, ხო? კაც კვერთხები. მე ვიტყოდი აქ მეორე პოზიცია უკეთესი მომავლის მოლოდინშია. აი რაღაც ასეთი, რომ რაღაც შესაძლოა დაასრულა აქ მეორე პოზიცია მის ცხოვრებაში, რაღაც სიტუაციიდან გამოვიდა, რაღაც მძიმე სიტუაცია დასრულდა და ახლა ვართ ცისარტყელის მოლოდინში, უკეთესის მოლოდინში, რაღაცები უკვე ნელ-ნელა გამოგვდის და ახლა ვდგავართ და ვართ, რომ აჰა, აქა ვარ. გელოდებით, აბა, დროზე გამოუშვით რამე, კაი და საინტერესო. კიდევ როგორ ენერგიებში ახლა მეორე პოზიცია? აქ უჭირს პოზიტივი. აქ იქიდან გამომდინარე რომ ეს გაშლა არის საჯარო, ასე ვიტყვი, ხო? ვიღაცებს აქ უჭირთ რომ პოზიტიურად, უფრო ოპტიმისტურად განეწყონ, ხო? რაღაც პესიმიზმის და ნეგატიური აზრების შემოტევა შესაძლოა იყოს და მეორე პოზიცია რაღაცნაირად ცდილობს რომ ამ ყველაფერს შეეჭიდოს და გაუმკლავდეს და გააქარწყლოს ეს პესიმისტური აზრები. თუმცა მომენტში ისინი ერევიან და ვიღაცებისთვის კიდე პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ არის ეს ძლიერი პესიმისტური აზრები, მეორე პოზიცია მაინც ცდილობს რომ ოპტიმისტურად განეწყოს და წავიდეს წინ, ამიტომ აქ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ უფრო რომელში ხართ თქვენ, ხო, რომელია უფრო თქვენთან ახლოს. მაგრამ აქ მეორე პოზიცია ან იმყოფებოდა, ან ახლაც არის, ისეთ სიტუაციები არის, რაც გგრუზავთ, რასაც მოაქვს სიმძიმე და თითქოს მომენტებში მეორე პოზიცია ვერ ხედავს გამოსავალს ამ ყველაფრიდან, იწყებს ფიქრს, იწყება ქმედება, რომ რა გავაკეთო, მე რაღაცა უნდა მოვიმოქმედო, რომ ეს ყველაფერი მოვაგვარო, გადავჭრა და ამ ყველაფერს კიდე უფრო მეტი სიმძიმე მოაქვს, ხო? ზოგისთვის შესაძლოა ასეც იყოს. ზოგი კიდე პირიქით ცდილობს, რომ არ იყოს განწყობილი მსგავსად და რაღაც უფრო მეტად ოპტიმისტურად შეხედოს ამ სიტუაციებს, მაგრამ ხო, აქ მეორე პოზიციისთვის მართლა არ იყო მარტივი ის ყველაფერი, რაც მოხდა მეორე პოზიციის ცხოვრებაში, ან ახლო მომავალში იყო ეს, ან არც ისე ახლო მომავალში, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ ამან დატოვა თქვენში კვალი, ასე რომ ვთქვათ. ვისთვისაც რეზონირებს ეს ყველაფერი, რაზეც ახლა მე ვისაუბრე, ბუნებრივია აგრძელებთ მოსმენას, ხო? ჩვენ კი, აი, ხმლების რაინდე გადმომიტრიალდა აქაც ორჯერ, ხო? ისე რომ აქ მე ვიტყოდი ძალიან ისეთ პოზიციაში არის, აქ მეორე პოზიცია ცდილობს რაღაცებს შეებრძოლოს, რაღაცები გააქარწყლოს, რაღაცები მოაგვაროს, შესაძლოა გარემოსაც თვლიდეს, რომ აი გარემო არის ხმლების რაინდის პოზიციაში, რომ მუდმივად მეწინააღმდეგება და რაღაც მსგავსი, ხო? ბუნებრივია აქ გამოსავალი იქნება მზე, პირიქით, მზის პოზიციის დაჭერა, მენტალურად, მაგალითად. კარგი. ხო, და ქმედება. მაინც ვიკითხე. კარგი, ნახოთ თვითონ ამ ინკარნაციის ბედის კოდი მეორე პოზიციისთვის, ამ ინკარნაციაში, ამ ცხოვრებაში, რა ბედის კოდი არის ზოგადად მეორე პოზიციისთვის აქ. სამიანი გვაქვს, ესე იგი ამ სამი კარტიდან არკანი 1-ია, კოდები არის არკანებზე დაფუძნებით, თუმცა აქ 3-იც არის და 9-იანიცაა. არკანი 3 შესაძლოა იყოს თქვენ ბედის მატრიცაში სადმე რამენაირად 9-იანიც შესაძლოა იყოს ხოლმე 9 ენერგია. განდეგილის ენერგია, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში განდეგილის არკანი არ მოვიდა, ამოგვიდა არკანებიდან მხოლოდ დედოფლის არკანი. ასე რომ აქ რა კოდი არის თქვენი ბედის კოდი, მე ვიტყოდი უფრო შექმნა. აი ტკენიდან, ტკივილისგან, ნეგატიური აზრებიდან, ყველაფერი დამრთგუნველიდან შექმნათ სიყვარული, შექმნათ რაღაც სუფთა, შექმნათ რაღაც ახალი, შექმნათ რაღაც რაც გაგახალისებთ, რაც აგავსებთ და ეს არ არის მარტო მხოლოდ თქვენზე, ეს არის ირგვლივ ადამიანებზე. აქ მეორე პოზიციას აქვს არჩვეულებრივი უნარი, რომ არაფრიდან შექმნას რაღაც. აქ შესაძლოა იყოს მატერიალიზაცია თქვენი აზრების, დიდი უნარი მატერიალიზაციის და
ძალიან უჭირს ხოლმე მეორე პოზიციას ეს, იმიტომ რომ ხშირი არის მისთვის overthinking-ი, აი ქართულად არ ვიცი overthinking-ი პირდაპირ მნიშვნელობა overthinking-ს არ აქვს, უფრო აქვს აი ბევრს რო ფიქრობ ნეგატიურ აზრებზე, ხო? კონკრეტულად ერთი სიტყვა არ აქვს. არ არის ქართულში ამის აღსანიშნავად. ამიტომ overthinking-ი ძალიან კარგად ეწყობა ამ სიტუაციას, აქ მაგიტომაც ვიყენებ, ხო? ამიტომ აქ ძალიან რთულია მეორე პოზიციისთვის, რომ რაღაც ოპტიმისტურად განეწყოს მომენტებში და იმედიანად იყოს. შესაძლოა აქ მეორე პოზიცია საკუთარ თავის, აი დაბალი თვითშეფასებაც გქონდეს, ხო? უჭირდეს საკუთარ ძალების დაჭერება, თვითრეალიზება, რომ ასეს გამოვა, არადა ჩადებულია თქვენში ის კოდი, რომ თქვენ არაფრიდანაც კი შეგიძლიათ რაღაც ესეთი არაჩვეულებრივად ლამაზი, ამავსებელი რაღაც შემოქმედება შექმნათ. იქნება ეს ტანსაცმელი, იქნება ეს რაღაც ესეთი ნივთი, თუ იქნება ეს უბრალოდ პროექტი, იდეა, ნუ არ ვიცი, ხო, ნებისმიერი რამ. გააჩნია ვის რა მოწონს, ხო, აქ. ძალიან ისა კარგი ეს ყველაფერი. ამ კოდის მთავარი ამოცანა რა არის აქ მეორე პოზიციაში ამ ცხოვრებაში? ხო? ოკეი. ბევრი რამეა, ანუ ამ კოდში ძალიან ბევრი რაღაც არის ჩადებული და მთავარი ამოცანა არის ის, რომ თქვენ არ შეგეშინდეთ უცნობის, არ შეგეშინდეს მომავლის. არ შეგეშინდეთ ტრანსფორმაციის, რომ აი ის მომენტები, რაშიც ხართ მიშვეული ყოფნას, ის ყველაფერი იცვლება, ხო? ადამიანებთან ურთიერთობაც იცვლება დრო და დრო, სიტუაციებიც იცვლება ჩვენ ცხოვრებაში და აი ამისი არ შეგეშინდეთ, ტრანსფორმაციების არ შეგეშინდეთ. მე ვიტყოდი და რეალიზაციის. აქ შეიძლება იყოს, რომ რეალიზაციისა კი, აუცი შეიძლება კი არა კი, რეალიზაცია, საკუთარი იდეების, საკუთარი პროექტებზე შრომა, სტაბილურად მუშაობა ამ იდეებზე, ხო? მაგალითად მე მინდა ეს და всё, ოკეი, მე ვიმუშავებ ამ იდეაზე. რა დონემდეც სიგიჟე არ უნდა ეჩვენებოდეს ეს ვიღაცეებს. ესე იგი, ამ ბედის კოდში ამ ინკარნაციაში მეორე პოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ირწმუნოს საკუთარი თავის, აივსოს სიყვარულით და ჩადოს ეს ენერგია რა. ხო, რვიანი. აი რომ იხსნათ საკუთარი თავი, რომ გაანთავისუფლოთ საკუთარი თავი აი ამ ცხრიანიდან. აი ამ რაც ხშირად დაგყვებათ და აქაც არის, აქაც იყო ხო სიგნიფიკაციაში. აი ეს დაგყვებათ ძალიან ხშირად, აი ასეთი სიტუაციები. განახებთ და უფრო კარგად აღიქვამთ, ხო? აი ეს ასეთი სიტუაციები ხშირად დაგყვებათ, რომ თქვენ ასე ხართ და თქვენი ფიქრები არის ეს ხმლები, ან რაღაც სიტუაციები, რომელიც გგონიათ, რომ ამ დონემდეა, მაგრამ ეს აი მხოლოდ სუბიექტური აზრი, ხო? რაღაც სუბიექტური აზროვნება, რომელიც ჩვენ თვითონ გვათავსებს აი ასეთ ხაფანგში. და აი ამ კოდის მთავარი ამოცანა ამ ცხოვრებაში, რომ განთავისუფლდეთ თქვენი შიშებიდან, განთავისუფლდეთ და ამაში დაგეხმარებათ შემოქმედებითობა, ამაში დაგეხმარებათ თქვენი ფემინური მხარე. აქ მეორე პოზიციას ძალიან ძლიერად აქვს ჩადებული ფემინური მხარე, ფემინური ენერგიები, ხო? არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალი ხართ, კაცი ხართ, ყველაში არის მასკულინური ენერგია, იგივე კაცის ენერგია და ფემინური, იგივე ქალის ენერგია, ხო? ამიტომ აქ მეორე პოზიციაში არის კარგად ეს ფემინური ენერგია. უბრალოდ თქვენ გჭირდებათ ამის გამოყენება, რა სახით, ხო? ვინ რა სახით გააკეთებს თქვენი არჩევანია, მაგრამ ძირითადად ეს არის ინტუიცია. ძირითადად ეს არის საკუთარ ინტუიციაზე მოსმენა, საკუთარ წინად გრძნობაზე მოსმენა, მუშაობა საკუთარ გრძნობებთან, საკუთარ სიზმრებთან, შეგრძნებებთან, აი ვიღაცებს შესაძლოა ისიც გქონდეს. მე რა ქვია მაგას? რაღაცებს ხედავდეს, ხო? აი წინად რა ქვია? დამავიწყდა სიტყვა. ხედვები. ასე ვთქვათ, ასე ვიტყვი, ხო, რაღაც ვიღაცა შესაძლოა რაღაცებს წინასწარ ხედავდეს, მაგრამ ამ ინფორმაციას არ ენდობოდეს და ეგონოს, რომ ახლა მე რაღაც ჩავიხვიე და რაღაცები, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქ, რომ მეორე პოზიცია მოусმინოს საკუთარ აი ამ რაღაც მაგიურ მხარეს. ასე რომ ვთქვათ, თავის ინტუიციურ მხარეს და მიყვეს ამას.
ნაკადივით მიყვეს, ხო, არ შეეშინდეს, არ უარყოს. მომენტში საკუთარი ბნელი მხარეებიც რო დაინახოთ და არ შეგეშინდეთ ამის. ყველას გვაქვს ჩვენი ბნელი მხარე. ბუნებრივია, ხო? კარგი. და ამ ცხოვრებაში მთავარი ამოცანა. სიუხვის შექმნა. სიუხვის მიღწევა, სიუხვის შექმნა, მაგრამ ეს სიუხვე არ არის მხოლოდ მატერიალური. რა თქმა უნდა, აქ მატერიალურსაც არის საუბარი, თან ასეთი კარტებია, ხო? მაგრამ შინაგანიც. ესე იგი, აქ იქნება თქვენ ცხოვრებაში სიუხვე, როდესაც თქვენ შინაგანად იქნებით ავსებულები და აი ამ ტკენას, იმედგაცრუებას გაუშვებთ და არ ჩაიდებთ გულში, ხო? აქ არაჩვეულებრივი უნარი მატერიალიზაციის, სიუხვის მოზიდვის და წარმატებული ბიზნესის მაგალითად ესეც არის აქ. კარგი. ნიჭი. აი ამ ბედის კოდის მიხედვით, რა ნიჭი არის აქვს მეორე პოზიციას ამ ინკარნაციაში. და ისევ პენტაკლი, ნახეთ, დედოფალი. დედა არაჩვეულებრივი ნიჭი რო შექმნათ თქვენი სახელმწიფო. სახელმწიფოში აქ იგულისხმება თქვენი ორგანიზაციაც კი შექმნათ. ორგანიზაცია ან რაღაც ისეთი პროექტი, დიდი, სტაბილური, მასშტაბური. სხვათა შორის აქ ძალიან კარგი იქნება ესეთი პროექტები, რაც არ არის განსაზღვრული ქვეყნით, ხო? დისტანციური მუშაობა, მაგალითად ინტერნეტით სიტუაციები, იმიტომ რომ აქ სამყაროს არკანი გვაქვს. ისეთი სივრცე, რომელშიც არაა ჩარჩოები, რომელიც აი საქართველოშიცაა, ავსტრალიაშიცაა, შვედეთშიცაა და აი ნებისმიერ ქვეყანაში არის, ხო, მაგალითად. აი ასეთი საქმიანობა, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქვეყნით, არამედ გავრცელდება სხვადასხვა ქვეყნებზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს მიუწვდება ხელი და რაც არის სტრუქტურირებული, ორგანიზებული, ხო? ეს მომივიდა აზრად და იყოს ეს პირველი, რაც მომივიდა აზრად. ეს კიდევ რა ნიჭია აქ? კიდევ აქ რეალურად არის ნიჭი საკუთარი საზღვრების დაცვის, საკუთარი ინტერესების დაცვის. ანუ არ ვიცი ახლა ვინ როგორ იყენებს ამას, მაგრამ რეალურად მეორე პოზიციას აქვს ძლიერი დაცვა, ენერგეტიკული კუთხით, ძალიან ძლიერი და თუ მაგალითად თქვენ არ მოგწონთ ადამიანის ენერგია, ან არ არის თქვენთვის სასურველი რაღაც, ან ვიღაც, თქვენ ძალიან ძლიერი უნარი გაქვთ, რომ დაიცვათ საკუთარი თავი და არ შემოუშვათ ეს ნეგატიური ფლუიდები თქვენს ენერგიულ ველში მაგალითად, რომ ამან არ იმოქმედოს თქვენზე. ასევე ძალიან ძლიერი შინაგანი ძლიერი ფუძე აქვს აქ მეორე პოზიციაზე. რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ მყარად, ძლიერად, შემართებით დგახართ. სულ აი რაც არ უნდა მოხდეს. თქვენ გაქვთ რაღაც ესე ძლიერი ფუძე შინაგანი, რაც აი ვერაფერი ვერ გადეხავს ამას. აი არ ვიცი სხვანაირად როგორ აღწერა, აი ვერაფერი ვერ გადეხავს ამას. მომენტებში შეიძლება ეს იყოს ზედმეტი სიჯიუტე, მაგრამ რადგანაც ჩვენ ნიჭებზე ვსაუბრობთ, ხო? პლუსში არის. კარგი. ეხლა ვფიქრობ რა დავსვა, როგორი შეკითხვა დავსვა. რა ამოცანა აქვს აქ მეორე პოზიციას ამ ინკარნაციაში, ამ კოდიდან გამომდინარე. დაუკავშირდეთ თქვენს სულიერ ნაწილს, ხო, უმაღლეს მეს მაგალითად. დაუკავშირდეთ თქვენს უმაღლეს მეს. უფრო მეტად დააკავშიროთ თქვენი ცხოვრება სულიერებასთან. რა თქმა უნდა, მატერიალური ნაწილი ცხოვრების საჭიროა, იმიტომ რომ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ბუნებრივია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ მეორე პოზიციას არ უნდა დაავიწყდეს, რომ მატერია და სულიერება ორი ერთად არის. ერთმანეთს აბალანსებს, ასე რომ ვთქვათ, და ძალიან მნიშვნელოვანია აქ რომ მეორე პოზიციამ განვითარდეს სულიერად. არ ჩამორჩეს ამ თავის სულიერ მხარეს, მიაქციოს ამ სულიერ მხარეს ყურადღება, მაუსმინოს მის ინტუიციას, ირწმუნოს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალები, რომელიც ჩვენ გვეხმარება. სულიერი განვითარება. აქ ძალიან მაღალი დონის სულიერი განვითარება შეუძლია მეორე პოზიციას და სასურველია, რომ მიყვეს ამ გზას და განვითარდეს და ჯეროდეს. აი ამ მისი უმაღლესი სულიერი მიზანის მაგალითად. აქ ასევე შეიძლება იყოს სხვებზეც დახმარება, რა თქმა უნდა, ხო? დახმარება ახლა არსებობს უამრავი,
ბევრი სახით ასე ვიტყვი. რა უბლოკავს აი ამ ბედის ეს ბედის კოდი რომ გამოიყენოს და გახსნას რა ბლოკავს მეორე პოზიციას აქ რა ბლოკავს. აი მე ძალიან ბევრს ფიქრობს აქ მეორე პოზიცია. აი სასწაულად ზედმეტად ბევრს ფიქრობს. ძალიან ბევრს ფიქრობთ. ზედმეტად ბევრს ფიქრობთ მომენტებში. აი ამდენი ფიქრი არ არის საჭირო. ამდენი ფიქრი აქ არ არის საჭირო, ამდენი ფიქრი. ბუნებრივია ახლა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს აქ მეორე პოზიცია, აი გამოკვლევა ტარდება ლამის, რომ აი ასე გამოვიკვლიოთ ეს საკითხი და რაღაც რეფერენდუმიც კი შეიძლება ჩატარდეს აქ მეორე პოზიციის გონებაში. რა თქმა უნდა, ეგ სავსებით ნორმალურია, როდესაც ჩვენ თუ რამეს ვირჩევთ, ან რამე შემოთავაზება გვაქვს, ფიქრობთ, ბუნებრივია, უნდა ვიფიქროთ, კარგია, მაგრამ გადაზედმეტებულად არა. ყველაფერში კარგია შუალედი. აქაც იგივე, იფიქრეთ, მაგრამ ზუსტად იმდენი, რამდენითაც რეალურად, ობიექტურად ჭირდება საქმეს, მეტი არა. კი, ვიფიქრეთ, დავწონეთ, განვიჭვრიტეთ წინ, всё, მურჩა. გადავჭერით თემა და გადავდივართ მოქმედებას. აი, აქ არის ბევრი ფიქრი და არ არის ქმედება მეორე პოზიციასთან და ეს აი ძალიან ბევრს ფიქრობს მეორე პოზიცია, ძალიან ბევრს ფიქრობს და იმდენს ფიქრობს, მერე აღარ უნდა ის იდეა, ან აღარ უნდა გაკეთება. აქ შესაძლოა ისიც იყოს, რომ კრიტიკულად, აი ძალიან კრიტიკულია მეორე პოზიცია. აქ რაღაც მაგალითად მოგივიდეთ კარგი იდეა თავში. მოგივიდეთ კარგი რაღაც პროექტი, იდეათ, კიდევ ერთხელ გამეორები, მაგრამ იმდენი იფიქროთ, რომ გაუფასუროთ ეს იდეა და თქვათ, რომ არა, არ არის კარგი, არ გამოდგება. და აი ეს ზედმეტად კრიტიკული აზროვნება და ზედმეტად კრიტიკული მიდგომა ძალიან ბევრ რამეში უშლის აქ მეორე პოზიციას ხელს. ძალიან ბევრ რამეში. რჩევა, როგორ გავუკლავდეს ამას. აწონ-დაწონეთ, ბუნებრივია, როგორც აქამდე ვთქვი, მაგრამ აქ მხოლოდ თქვენ კრიტიკულ აზროვნებას ნოენდობით. ჩართეთ ემოციები, ჩართეთ ინტუიცია, რაც იყო მანამდე, ხო? თქვენი ინტუიცია ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია აქ. მეორე პოზიციისთვის განსაკუთრებით, ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, მეორე პოზიციისთვის. ამიტომ ჩართეთ თქვენი შეგრძნებები, გრძნობები და meditაცია სხვათა შორის, meditაცია წამოვცეთ ახლა და meditაციაც კარგი იქნება. აქ meditაციაც დაგეხმარებათ, რომ თქვენი გონება გაწმინდოთ და ფოკუსირდეთ საკუთარ ინტუიციაზე, რაც მოგცემთ ბიძგს თუ საით წავიდეთ და რანაირად ვიმოქმედო. ესე იგი, რჩევა, როგორ გავუმკლავდეთ აი ამ დამაბრკოლებელ კრიტიკულ აზროვნებას და ზედმეტად არასაჭირო ფიქრებს და გავასუფთავოთ ჩვენი გონება. გონების გასუფთავებაში გვეხმარება meditაცია ყველაზე ეფექტურად და ყველაზე კარგად, ხო? მოვუსმინოთ საკუთარ შეგრძნებებს, დავუახლოვდეთ საკუთარ გრძნობებს, საკუთარ ემოციებს, ვიყოთ ახლა ამ წუთას საკუთარ თავთან ერთად, საკუთარ თავის გაცნობა პირველ რიგში. მეორე, დაფიქრება, მაგრამ დაფიქრება აი უფრო დაფიქრება კი არა, არამედ დაკვირვება. აი ეს, დაკვირვება. დაკვირვება იგივე ჩვენ შეგრძნებებზე, ჩვენ შინაგან პროცესებზე, გარეგან პროცესებზეც, გადახედვა ამ ყველაფრის და შემდეგ უკვე გეგმის დახაზვა, მაგრამ ისე არა როგორც ზედმეტად თქვენ აკეთებთ ხოლმე და მოქმედება. და რწმენა საკუთარ ძალებს, რომ ოკეი, всё, ეს ასე მინდა გავაკეთოთ. ხო, აი ეს დაგეხმარებათ აქ, რომ აი ეს ბედის კოდი გამოიყენოთ. იმიტომ რომ ბევრი შესაძლებლობები გაქვთ აქ ძალიან მეორე პოზიციას. უამრავი ბევრი შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ ეს შესაძლებლობები იხსნება თქვენი ინტუიციის მეშვეობით, თქვენი კრეატიულობის და თქვენი ემოციების და ფემინური ენერგიების მეშვეობით. ეს არის ასე ვთქვათ ესეთი გასაღები. ხო, რაც გაგეხსნით აი ამ კოდს, რაც გასაღები არის ამ კოდის ასე ვთქვათ. და კარგი კითხვა, გასაღები ამ კოდის რა ვისაუბრე ამ წუთას?
თქვენი გრძნობები, თქვენი ფემინური ენერგია და თქვენი ინტუიცია არის გასაღები, რომ აი ეს ბედის კოდის ენერგია გამოიყენოთ. სხვათა შორის ძალიან კაი კითხვა და პირველ პოზიციასთან ეს კითხვა არ მომივიდა აზრად და წუხვარ. მაგრამ ინდივიდუალურ სესიებზე შეგიძლიათ მოხვიდეთ და იქ უფრო კარგად სიღრმისეულად განვიხილავთ და აღარ გამოხრჩება არაფერი. კარგი. რჩევა ვიკითხოთ და ამაზე დავასრულოთ. რჩევა მეორე პოზიციას ზოგადად რაც აი საჭიროა, რომ გაიგონოს და გადმომივარ და კარტი beyond the ego, surrender to the follow ეგოს მიღმა. ხო, დავტოვოთ ego უკან და გავთავისუფლდეთ ჩვენი ეგოდან და უბრალოდ მივენდოთ პროცესს. მივენდოთ ცხოვრების დინებას და მივყვეთ ამ ცხოვრების დინების სპირალს, რა მიმართულებითაც წაგვეყვანს, ოკეი, არ არის ცუდი. უკან გადავწიოთ ჩვენი ეგო, იმიტომ რომ ეგო მართლა ბევრ რაღაცაში გუშლის ხელს. ასე რომ იმუშავეთ თქვენს ეგოსთან და უფრო მეტი რელაქსი, უფრო მეტი მოქნილობა და მოდუნება და ნდობა ცხოვრების ნაკადის დინების მიმართ. ასეთი გაშლა იყო მეორე პოზიციისთვის და ვაცხადებ ამ გაშლას დახურულად. ასე რომ იმედია ამ ასე უნდა თქვა, იმედია ეს გაშლა, ეს უნდა მეთქვა, იმედია ეს გაშლა ინფორმაციული იყო, იმედია დაეხმარება ყველას თქვენთაგანს, ან რაღაცით მაინც დაეხმარება, ვინც მოისმენს ამას და ექნება სურვილი, რომ ბოლომდე უყუროს, ვისაც რეზონირებს, ვისთანაც ეს ინფორმაცია, ვისაც მოეწონა გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოვწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. ხოლო მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ბედის მატრიცის სესიებზე ან ორივეზე. ჩემი არხის სპონსორობის მსურველებს შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ მითითებულ ანგარიშზე. ეს იქნება თქვენს მხრიდან ძალიან გამახარებელი და დამატენიანებელი ჩემთვის, ჩემს მიერ გაწეული ენერგიისთვის, რასაც ვაკეთებ თქვენთვის და ამ არხისთვის და ამ გზით თქვენც ჩადებთ რაღაც წილს, რომ ეს არხი უფრო მეტად განვითარდეს, უფრო მეტი გავხდეთ, უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ და დროებით.